შენგენის ზონაში შესასვლელად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მისი ყველა ქვეყანაში დანერგვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 10 აპრილი განიხილებოდა. თუმცა იმ გარკვეულმა დაბრკოლებებმა, რომელიც პროცესში უკვე გამოიკვეთა, შესაძლოა პროცესი შეაფერხოს. ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებში გარკვეული მოქნილობები დაუშვა, რაც მიზნად პიკური ტურისტული ნაკადების პერიოდში შესაძლო გადატვირთვის შემსუბუქებას ისახავს. აღნიშნული ინფორმაცია გასული კვირის მიწურულს ევროკომისიის წარმომადგენელმა დაადასტურა. რეალურად რა არის ამ გადატვირთვის მიზეზი? მაგალითად, ESC, რომელიც ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის ციფრული სისტემაა, აეროპორტებში რიგებს იწვევდა, რასაც საბოლოო ჯამში ავიამგზავრები ფრენებზე დაგვიანებამდე მიჰყავდა. ანუ იმ აეროპორტებში, სადაც ESC უკვე მოქმედებს, ვიზისგან თავისუფალი მოგზაურები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის შტატების თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული არიან, რომ ბიომეტრიული მონაცემები სპეციალურ კიოსკებში დაარეგისტრირონ. იქედან გამომდინარე, რომ ადამიანებისთვის ეს სიახლეა და პროცედურას ჯერ არ იცნობენ, აღნიშნული კიოსკები გადაიტვირთა. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში მგზავრების ფრენების გაცდენა მოუწიათ. გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებულმა ევროპის აეროპორტების ანგარიშმა აჩვენა, რომ ბიომეტრიული სისტემის ეტაპობრივმა დანერგვამ სასაზღვრო კონტროლის დამუშავების დრო 70%-მდე გაზარდა, ხოლო პიკურ პერიოდებში ლოდინის დრო 3 საათს აღწევდა. მაგალითად, დეკემბერში სადღესასწაულო პერიოდის დროს ლისაბონის აეროპორტი იძულებული გახდა, რომ ESC 3 თვით შეეჩერებინა, რადგან სასაზღვრო კონტროლზე სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა, რამაც ლოდინის დრო 7 საათამდე გაზარდა. ამ დროს კი ისვადა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აღნიშნული მექანიზმის დასანერგად მიცემული ჰქონდათ ეტაპობრივად იწურება. 10 აპრილი ახლოვდება. თუმცა საქმე იმაშია, რომ ამ თარიღის შემდეგაც წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საჭიროების შემთხვევაში სისტემა ნაწილობრივ შეაჩერონ. დამატებით 90 დღის განმავლობაში, რომელსაც შესაძლოა კიდევ 60 დღე დაემატოს, რათა ზაფხულის პიკური პერიოდი მგზავრებისთვის დისკომფორტი არ გახდეს. ასეთი მასშტაბური სისტემის დანერგვა ძალიან კომპლექსური ამოცანაა. ზაფხულის პერიოდის განმავლობაში მოქნილობის გახანგრძლივებით წევრ სახელმწიფოებს შესაძლო პრობლემების სამართავად და რაც ყველაზე მთავარია, ზაფხულის სამოგზაურო ქაოსის თავიდან ასაცილებლად საჭირო ინსტრუმენტებს ვაძლევთ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოებს მეტი თავისუფლება ეძლევათ, რათა ბიომეტრიულ მონაცემებზე გადასვლის ტემპი საკუთარი სატრანსპორტო ჰაბების გამტარუნარიანობას მოარგონ და რას ნიშნავს ეს მოგზაურებისთვის? იმას, რომ შესაძლოა მომდევნო თვეების განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლისას კვლავ ძველი მექანიზმი პასპორტში ბეჭდის ჩარტყმა გამოიყენონ. 2025 წელს Holiday Extra-მ გამოკითხვაც კი ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ რესპონდენტების 82%-ს გაურკვევლად ესმოდა, როგორ იმოქმედებდა ESC მოგზაურობაზე. 35%-მა საერთოდ არ იცოდა, რომ ახალი წესები ძალაში შედიოდა. თითქმის ყოველი მეხუთე გამოკითხული კი საზღვარზე დაგვიანების შიშის გამო სამოგზაურო გეგმებს აუქმებდა. რეალურად ამ მექანიზმის დანერგვის მიზანი სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერება და იმ მოგზაურების იდენტიფიცირებაა, რომლებიც შენგენის ზონაში დასაშვებ ვადას აჭარბებენ. ახალი სისტემა კი მოითხოვს, რომ ევროპის ყველა სასაზღვრო პუნქტზე სპეციალური ინფრასტრუქტურა დამონტაჟდეს, რაც პრაქტიკაში რთული აღმოჩნდა.